საღამომშვიდობისა კიდევ ერთხელ ეთერშია მთავარი სპეციალური გამოშვება მე ქეთა ციცქიშვილი ვარ. სულ ცოტა ხნის წინ დაიწყო რუსთაველის გამზირზე სოლიდარობის აქცია სირცხვილიას მიერ ორგანიზებულ ამ აქციას უერთდებიან რიგითი მოქალაქეები, სხვადასხვა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, უკვე გადაკეტილია საავტომობილო გზაც აქციაზე სიტყვით გამოსვლები დაიწყო, სადაც კითხულობენ ინფორმაციას უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. დღეს უკვე მესამე დღეა, რაც საქართველოში თითქმის ყველა დიდ ქალაქში იმართება უკრაინის მხარდასაჭერი აქცია, როგორც თბილისში, ასევე ბათუმში, ქუთაისში, სამტრედიაში. საქართველოს ყველა მოქალაქე მხარს უჭერს უკრაინას და ამბობენ ეს ადამიანები, რომ საქართველო და უკრაინა ერთად არიან ბრძოლაში და ჩვენი მთავარი მტერი არის ოკუპანტი რუსეთი. ჩვენ აქციაზე ჩვენი გადამღები ჯგუფები მუშაობენ და სულ ცოტა ხანში შევძლებთ მათ პირდაპირ ეთერში ჩართვას და შესაბამისად უფრო დეტალურად მოგვაწვდიან ინფორმაციას რა ხდება რუსთაველის გამზირზე, თუმცა უკვე დაახლოებით 1 საათია ქვეყნის მთავარ გამზირზე პარლამენტის წინ იკრიბებიან ადამიანები, არიან შეკრებილები და ყველანაირი ფორმით ცდილობენ რომ გამოხატონ მხარდაჭერა უკრაინის მიმართ და ასევე ისინი აპროტესტებენ საქართველოს ხელისუფლების უმოქმედობას, დუმილს და პოზიციას იმის გამო, რომ საქართველო არ ჩაერთოს სანქციებში რუსეთის წინააღმდეგ და ისინი ფიქრობენ, რომ საქართველოს ხელისუფლება პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი არ გამოხატავს ქართველი ხალხის ნებას და ეს ადამიანები არ ეთანხმებიან ქართული ოცნების ხელისუფლების პოზიციას. ნათია ქოქოსაძე შეგვიძლია რომ ჩავთვათ პირდაპირ ეთერში, რომელიც მუშაობს აქციაზე პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე. ნათია, რა ხდება ახლა რუსთაველის გამზირზე? თითქმის 1 საათია, რაც დედაქალაქის მთავარი გამზირი არის ფაქტობრივად სავსე. აქ არის უამრავი ადამიანი მოსული, რომლებიც აფიქსირებენ საკუთარ პოზიციას და ეს პოზიცია გულისხმობს უკრაინის ტერიტორიული სუვერენიტეტის მიმართ მხარდაჭერას და უკრაინელი ხალხის მიმართ სოლიდარობას. აქ მყოფი ადამიანები ღიად აფიქსირებენ, რომ საქართველოს და უკრაინას ყავს ერთი მტერი და ეს არის სწორედ ოკუპანტი რუსეთი. სწორედ ამიტომ აუცილებელია რომ ქართველმა ხალხმა ღიად დაუჭიროს მხარი უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას. აქ არიან ადამიანები მოსული აქციის დასაწყისში, აქ შესრულდა როგორც საქართველოს, ასევე უკრაინის ჰიმნები და ამ ფორმით აქციის მონაწილეებმა მხარდაჭერა გამოხატეს უკრაინის მიმართ. ჩემთან ერთად არის ახლა აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, მოძრაობა სირცხვილია და ნოდარ რუხაძე, რომელსაც ახლა პირდაპირ ეთერში გავესაუბრები. ნოდარ, გითხარით თქვენი პოზიცია, კიდევ ერთხელ ვუთხრათ მაყურებელს აი ამ აქციით რაც ვამბობთ. პირველ რიგში გეტყვით რომ მე ვამაყობ ქართველი
პოლიტიკოსებიც ოპოზიციური პარტიებიდან, რომლებიც მოვიდნენ აქ იმისთვის, რომ დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია. ერთ-ერთი ასეთი პოლიტიკოსი ახლა ჩემს გვერდით იმყოფება პარტია ლელოს ერთ-ერთი ლიდერი გრიგოლ გეგელია, რომელსაც ახლა პირდაპირ ეთერში შემოვიყვანთ და გავესაუბრებით. გრიგოლ, კიდევ ერთხელ მოგესალმებით. მე ვხედავ, რომ აქ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც ხართ მოსული, აფიქსირებთ თქვენს მხარდაჭერას. თქვენი პოზიცია როგორია, რამდენად მნიშვნელოვანია ახლა საქართველოს მოქალაქეების ერთად დგომა და მაქსიმალურად ბევრი ადამიანის მიერ ამ მხარდამჭერი პოზიციის გაჟღერება? მოგესალმებით ჩვენ მაყურებელს. რა თქმა უნდა, უაღრესად მნიშვნელოვანია, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ დღეს ქართველები ყველანი საქართველოს ხალხი ვიყოთ აქ, ვიყოთ ერთად, ვიყოთ ამდენი, უკვე ზედიზედ მესამე დღეა ამდენი 1000 ადამიანი გამოდის და თავისი გულწრფელი, უპირობო, ყოველგვარი მაგრამებისგან თავისუფალი სოლიდარობა დააფიქსიროს უკრაინის და უკრაინის ხალხის მიმართ. ეს არის ყველაზე დიდი სიკეთე, რაც შეიძლება რომ საქართველოს გამოიჩიოს როგორც ხალხმა, როგორც საზოგადოებამ, მithos იმ ფონზე, როდესაც საქართველოს სახელმწიფო მოიწასა სამართლინოდ, როდესაც ჩვენი პოლიტიკური კლასი, მმართველი კლასი არის ისეთი კაპიტულანტური, ასეთი ინერტული, ასეთი უპასუხისმგებლო და როდესაც ჩვენ ისიც კი ვნახეთ, რომ გუშინ საქართველოს პარლამენტარებს, გუშინ აი უკრაინის კიდევ ერთ გამარჯვებას აღნიშნავს ხალხი და გუშინ ამ შენობაში ოპოზიციის მიერ მოთხოვნილი და კონსტიტუციურად გარანტირებული ცდომა არ შედგა, იმიტომ რომ ქართულმა ოცნებამ მყარები აუჭედა პარლამენტარს. აი ესეთი სამართლებრივ ხალხი გვაქვს დღეს. აი ასეთი ღირსეული ხალხისაა საქართველო, აი ამ ხალხისაა საქართველო. თარა ღარიბაშვილის, აი ეს ხალხია საქართველო. ამიტომ გადავრჩებით და ამიტომ გავიმარჯვებთ. გრიგოლ გეგელიას უსმენდით პირდაპირ ეთერში პარტია ლელოს წარმომადგენელს. აქ მყოფი ადამიანების სიმრავლე ადასტურებს იმას, რომ ქართველი ხალხი ნამდვილად არ ემხრობა ირაკლი ღარიბაშვილის პოზიციას, რაც გააჟღერა გუშინ და ფაქტია, რომ აქ მყოფი ყველა ადამიანი თანხმდება იმაზე, რომ ახლა ძალიან მნიშვნელოვანი არის უკრაინის მხარდაჭერა, ვინაიდან ორივე სახელმწიფოს, უკრაინასაც და საქართველოსაც ხავს ერთი მტერი და ეს არის სწორედ აგრესორი რუსეთის შესაბამისად ახლა ამ გეოპოლიტიკურ ვითარებაში ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვისაც უკრაინის მიმართ მხარდაჭერა, ვინაიდან საფრთხეები საკმაოდ დიდი არის. ჩვენ რა თქმა უნდა ვრჩებით ადგილზე, აქ ძალიან ბევრი ადამიანია, კიდევ ერთხელ ვეთქვი მაყურებელს და ვეთქვი ასევე იმასაც, რომ ოდნავ მოგვიანებით დაახლოებით 11 საათზე დაგეგმილი არის თავისუფლების მოედანზე უკრაინის მხარდამჭერის კონცერტი სიმბოლურად და ახლა უკვე მოგვიანებით აქციის დასრულების შემდეგ სწორედ კონცერტის სახით იქნება მხარდაჭერა გამოხატული უკრაინის მიმართ. როგორც უკვე გითხარით, ჩვენ რა თქმა უნდა ვრჩებით ადგილზე იქამდე, ვიდრე აქცია გაგრძელდება. მადლობა ნათია ქოქოსაძე საუბრობდა რუსთაველის გამზირიდან პირდაპირ ეთერში. ხმა საქართველოდან 23 საათზე თავისუფლების მოედანზე კონცერტი დაიწყება. საქართველოს სიმფონიური ორკესტრი ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით და ნინო ქათამაძე ამ ფორმით მხარდაჭერას გამოუცხადებენ უკრაინას. გიგლა თუმანიშვილი იმყოფება თავისუფლების მოედანზე, სადაც მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს ახლა კონცერტისთვის. გიგლა, რა ხდება თავისუფლების მოედანზე? კეთა თითქმის დასასრულს უახლოვდება უკვე სცენის მშენებლობა თავისუფლების მოედანზე და 3 საათზე ნაკლები რჩება აქცია კონცერტის დაწყებამდე. ხმა საქართველოდან ასე იქნება ამ კონცერტის სახელწოდება და ეროვნული სიმფონიური ორკესტრის მონაწილეობით გაიმართება კონცერტი, ასევე სიმღერებს შეასრულებს ნინო ქათამაძე. აქ შესრულდება როგორც უკრაინის, ასევე საქართველოს სახელმწიფო ჰიმნები და ამით ერთგვარი მხარდაჭერა გამოიხატება უკრაინელი ხალხის მიმართ აი ამ მძიმე წუთებში. ცხადია, მთავარი არხი ამ კონცერტს პირდაპირ ეთერში გადასცემს 11 საათიდან. ეს კონცერტი კოკაკოლას მხარდაჭერით გაიმართება და შეიძლება ითქვას, რომ ეს არის მათი მხრიდან ერთგვარი აქცია და მხარდაჭერის ჟესტი უკრაინელი ხალხის მიმართ საკმაოდ მძიმე წუთებში. აქ მოვლენ ის ადამიანები, რომლებიც ახლა ამ წუთებში არიან რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილი და ისინი კიდევ ერთხელ გააგონებენ ხმას უკრაინაში მცხოვრებ ადამიანებს, რომლებსაც უწევთ ძალიან მძიმე წუთებში აი ამ მძიმე დარტყმის გადატანა, რომელიც რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის და ძალების მხრიდან მიადგა გასული 3 დღის განმავლობაში მთელ უკრაინას. საკმაოდ მნიშვნელოვანია ეს აქცია იქიდან გამომდინარე, რომ სპონტანურად დაიგეგმა დროას ინიციატივით და ნიკოლოზ რაჭველის და ნინო ქათამაძის ინიციატივით ეს კონცერტი და სწორედ ამის გამო არის საკმაოდ მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ უკრაინელ ხალხს კიდევ ერთხელ უთხრა, რომ საქართველოს მოსახლეობის ნება არის ის, რომ იყოს მთელს მსოფლიოში და განსაკუთრებით უკრაინაში ახლა ამ წუთებში მშვიდობა და სწორედ აი ამ მშვიდობას უმღერიან დღეს საქართველოდან თავისუფლების მოედნიდან უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად.
დასაჭერად. Როგორც უკვე გითხარით, აქ ელოდებიან ყველას, ნებისმიერ მსურველს, ვისაც უნდა რომ მოვიდეს და უკრაინელ ხალხს გააგონოს საკუთარი ხმა საქართველოსთან. 11 საათზე დაიწყება კონცერტი და კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ მთავარი არხი ამ კონცერტს პირდაპირ ეთერში გადასცემს. გიგლა თუმანიშვილი საუბრობდა თავისუფლების მოედნიდან პირდაპირ ეთერში და როგორც გავიგეთ უკვე 23 საათზე დაიწყება კონცერტი, რომელსაც მთავარი არხი პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ. უკრაინის მხარდასაჭერი აქციები კი იმართება საქართველოს ყველა დიდ ქალაქში, ქუთაისში სოლიდარობის აქცია გაიმართა, სადაც მეგობარი ქვეყნის მხარდასაჭერად სხვადასხვა პროფესიის ადამიანებთან ერთად ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ აქციის მონაწილეებით. თქმით, ქვეყანაში დღეს უკრაინაში დღეს მთელი მსოფლიოს ბედი წყდება და აუცილებელია რომ ყველამ დაანახოს ამ ადამიანებს უკრაინელებს გვერდში დგომა. ეს არის უკრაინული ტრამვა, ეს არის ქართული ტრამვაც. ჩვენ ვერავითარ ვერ შევხედავთ მესამე თვალით ამ პროცესს, იმიტომ რომ ჩვენ თავად ვართ მონაწილე აი ამ ყველაფრის. ჩვენ არაერთხელ ყოფილვართ როგორც სოციალური ოკუპაციის, ისე სისხლით და სხვა ტიპის საბრძოლო ინტერვენციით ჩართული დიდი საომარი მოქმედებების მსხვერპლი რუსეთის სახელმწიფოსგან და გამოვიდა ეს ადამიანები დღეს აქ იმისთვის, რომ პირველ რიგში თავიანთი მხარდაჭერა დაუფიქსირონ უკრაინელ ერს და ხალხს. ჩვენ გვინდა რომ ქართველი ხალხი გამოვაღვიძოთ. ეს იყოს გამოღვიძება იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ფიქრობენ, რომ რუსეთი ჯერ კიდე არ არის საქართველოს აღიარებული მტერი. იმდენად ახლოს არის ჩვენთან უკრაინა, ჩვენ პრობლემებთან და ის რაც დღეს უკრაინაში ხდება, ის ინტერვენცია, რომელსაც რუსეთი ანხორციელებს უკრაინაში, ეს არის კატეგორიულად მიუღებელი ადამიანებისთვის, იმიტომ რომ ყველას ახსოვს რუსეთის აგრესია ჩვენს წინააღმდეგ და გულთან მიიტანა ყველა მის აგრესია, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ ეხლა რუსეთი ახორციელებს. ამიტომ ეს არის ის მუხტი, რომელიც აი ეს ადამიანები გამოიყვანა დღეს ქუჩაში. ახლა კი კვლავ ვუბრუნდებით რუსთაველის გამზირს, სადაც სიტყვით გამოსვლები დაიწყო სოლიდარობის აქციაზე და ჩვენ შეგვიძლია ერთად მოვუსმინოთ უკვე აქციაზე მყოფების გამოსვლას და მიმართვას. დებიან სიტყვით გამოსვლისთვის აქციის ორგანიზატორები და შესაბამისად სულ რამდენიმე წამში დაიწყო, აი გიგა მაქარაშვილმა დაიწყო გამოსვლა, მოვუსმინოთ მას. რამდენიმე ტელევიზია პირდაპირ ეთერშია და დროშები აქვე დროშა გაწია ინფორმაცია რომ გაწია ჩვენი ლეგიონის ბიჭები ცირე შესვენება აქვს ცოტა უნდა ამოისუნთქონ ბრძოლის ველიდან დაბრუნებულებმა და უკან წავიდნენ ბრძოლის ხაზზე და ამ თუნდაც ვიყურებენ მათ ჩვენგან მადლობის მეტი არაფერი ეკუთვნით. ქართულ ლეგიონს გაუმართ! 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 თოდა აქედანაც ერთი თხოვნა იყო რომ თუ კი რამ გვესიამონება ახლა თქვენი ერთად ყოფნის დროს ხორუმის მოსმენაო და აგერ ჩვენები ჩვენგან ხორუმი გაუგზავნოთ ჩვენს მეომრებს. მადლობა რომ ყველა სახელით იბრძვიან. როგორც კი აქ მოძებნია მე ახლა დაუძახებთ ხორუმსაც შემოგთავაზებთ. კიდევ რამდენიმე სიახლეა და მე ცოტათი გაგახარებთ. უკრაინის წინსვლა ჩვენი პირდაპირ წინსვლა და ძალიან ისე კარგად უნდა ვიყოთ. მოკლედ კრემლის პროპაგანდისტებმა თავიდან სოლიდის შესახებ ინფორმაცია დადეს და როგორც ჩანს მე ვიღაცასთან ზევით იმერკაცთან არ ხონდა შეთანხმებული და იმავე წამს საშალეს კი ხდებით რა დღეშიც ჩავარდებიან. კარგი ამბავი არის კიდე ის რომ ეთლი, დელი, ინტელი აღარ გაიყიდება რუსეთში. იყვნენ ძველ კომპიუტერებზე. სულ უნდა ჩაწიო, აი ნახე, ოდნავ გადმოდი, აი ეს. კარგი ამბავი ის არის რომ ძალიან ბევრგანი წერება ეხლა რომ ჩინეთი ფიქრობს უარი უთხრას რუსეთს ნავთობის შესყიდვაზე. კიდევ ორი ამბავი. შავ ზღვაში რუსულმა ხომალდმა შემთხვევით ჩამოაგდო რუსულიო ვერტმფრენი. ავტოგოლი გაიტანა ჩვენი კალათესავით. კიდევ ერთი კარგი ამბავი ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ წუთისთვის. ერდოღანმა ოფიციალურად დაადასტურა რომ შავ ზღვაში გასასვლელი ბოსფორის სრუტე არის ჩაკეტილი რუსული გემებისთვის.
ამ წუთის მონაცემებით სოციალურმა ქსელმა ტვიტერმა შეწყვიტა აკაუნტების გააქტიურება რუსეთიდან. კიდევ გინდათ ერთი კარგი ამბავი? გზაშია ფეისბუქი. დარჩენ ატლაგლასნიკებში ეხორები. თუ თვითონვე არ შეჭამეს გამწარებულებმა ეს თავისი პუტინი. იქ ბევრი ადამიანია, რომელიც მესამე დღეა გამოდის ქუჩაში და დღეში 1000-1700 კაცს იჭერებს, ხო? იქაც არიან ადამიანები, ვისაც არ მოსწონთ ეს ყველაფერი და იბრძვიან, მაგრამ ძიმე რეჟიმში არიან და რა ვიცი, უსურებ წარმატებას პუტინის დამარცხებაში. ჩვენც, თქვენც, უკრაინასაც და თავად რუსეთსაც. აუცილებლად. შეგახსენებთ, რომ ეხლა მზადდება სცენა თავისუფლების მოედანზე და ჩვენი აქციის დასრულების შემდეგ ნიკოლოზ რაჭველის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად და ნინო ქათამაძე გამართავენ მხარდასაჭერ კონცერტს. გაუგზავნოთ სიყვარულთან ერთად ეს ჩვენი კარგი ქართული ჰანგები. კიდევ აუცილებლად სათქმელი არის ის შეზღუდვები კიდევ, რომელიც რუსეთს თავს დაატყდა, გარდა იმისა, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ბრიტანეთმა, კანადამ, სრულიად ევროკავშირმა პირველად გაბედეს და ვეტო დაადეს პუტინს. სანქციებშია მომწყდეული. სანქციებშია გარშემო შეიძლება იფრინოს გვატემალაში, სირიაში და კიდეა ლიბიაში. კი ბატონო, თავში ქვაუხლია. აიტერების სახელი ორი სიტუაცია. მაგასაც გახსოვდი პატარა იგეთ ზეთახანია თქო. აქ ვიყო. სიახლოვეში ხარ. აგერო. სამი ხარ. მეოთხე ვიქნები მაშინ. კიდე კარგი ამბები. ის ჩართულია. ჩვენ თავიდან დავიძახოთ წადის. ისე დღეს კარგი იდეა წამოვიდა. მას შემდეგ რაც ასეთ მძიმე დროში მყოფ უკრაინას ისიც ჩვენი მოთხოვნით, ჩვენი ზეწოლით საქართველოს ხელისუფლების წერილი გავრცელდა, რომ გამოსცემდნენ ბრძანებას უკრაინისთვის დახმარების აღმოსაჩენად. გული გამიხარდა, მეთქი გონს მოვიდნენ. დახმარება რამდენია ხალხო, იცით? $320,000. საათი აქ უფრო ძვირიანი ღარიბაშვილს. აი ესეთი ხელისუფლება რო ხავს, როგორ შეიძლება არ ვიყოთ გაბრაზებულები, ხო? არ გვეკუთვნის და უნდა მოშორდნენ, რომ აღარ ცხენოდეს ჩვენი ხელისუფლების. არა შენ არ მიყურებ მე მიყურებ ყველაფერ მე მიყურებ რას Героям слава! Никита, героям слава!
ძალიან ბევრი ადამიანია სურვილი და ვერ ეს არის და რამდენიმე ჩვენ რა თქმა უნდა დაუბრუნდებით რუსთაველის გამზირს სულ ცოტა ხანში ჩვენ გვესმოდა სიტყვით გამოსვლები იქ შეკრებილ ადამიანებს აქციის ორგანიზატორები აცნობენ მიმდინარე მოვლენებს რა ხდება უკრაინაში რა სანქციებს უწესებს რუსეთს ევროპა და ასე შემდეგ შესაბამისად სულ ცოტა ხანში კვლავ დაუბრუნდებით რუსთაველის გამზირს მანამდე კი უკრაინის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა ბათუმში სერას მოედანზე უკრაინის მოქალაქეებთან ერთად აქტივისტები რიგითი მოქალაქეები პოლიტიკოსები შეიკრიბნენ და გამოუცხადეს მეგობარ ქვეყანას მხარდაჭერა და სოლიდარობა უკრაინა ხალხს ვეტყვი იმას პირველ რიგში რომ ქართველი ხალხი ვართ მათ გვერდით და ჩვენ რაც შეგვიძლია ვიდგებით მათ გვერდით მი დაუგომობთ რუსეთის ამ დიცი ბოროტეს ეს არ არის მხოლოდ რუსეთ-უკრაინის ომი ეს არის სამყაროს წინაშე ძალიან დიდი ბოროტება რომელსაც ჩადის პუტინი და ასევე მინდა თქვა რომ მე ამაყი ვარ ქართველი ხალხით მაგრამ მწვენია ჩვენი ხელისუფლების გუშინდელი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება არასახავს ქართველი ხალხის მოსაზრებას ქართველი ხალხი მუდმივად მათ გვერდითაა ხვალ შეიძლება ვიყოთ ჩვენ შემდეგი ჩვენ ვიდგებით იქ სადაც იქნება ჩვენი მოძმეერი უკრაინა და არც ერთ შემთხვევაში მეგობრებო გაუძელით ამ ყველაფერს და ჩვენი 21 საუკუნის მტერი პუტინი აუცილებლად დამარცხდება ასევე თბილისში გაიმართა გლოვოსა და ვოლტის კურიერების აქცია ისინი მივიდნენ უკრაინის საელჩოსთან და ასე გამოხატეს სოლიდარობა მეგობარი ქვეყნის მიმართ მათთან სასაუბროთ რამდენიმე წუთით უკრაინის ელჩი საქართველოშიც გავიდა უკრაინული ჯარი იცავს ჩვენ სახელმწიფოს იცავს თქვენ სახელმწიფოს და ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ ჩვენ ვართ ჩვეულებრივი ადამიანები რა ჩვენი ძმები არიან უკრაინელები ჩვენ რაც გადავიტანეთ 2008-ში ამათ გადააქვთ იგივე ჩემი შვილი არის 4 თვის ჩემმა შვილმა უნდა იცხოვროს ბედნიერ ქვეყანაში არ მინდა რომ ჩემმა შვილმა დაიტანჯოს და იქომი უკრაინა უნდა იყოს თავისუფალი უნდა დღეს ჩვენ აქ შევიკრიბეთ ბაიკერები ორბორბლიანი ტრანსპორტის მძღოლები რათა დავანახოთ ჩვენ უკრაინელ ძმებს და უკრაინელ ხალხს რომ ქართველი ერი და ქართველი ხალხი არის თქვენს გვერდი ჩემო უკრაინელებო სლავა უკრაინე როდესაც ჩვენ გვიჭირდა 2008-ში დაგვიდგა უკრაინა 90-იანებში დაგვიდგა უკრაინა ჩვენ პირადად ეხა ვალდებულები ვართ რომ დავდგეთ სიმართლის გვერდით და სიმართლე არის უკრაინის მხარეს და ახლა რა ხდება უკრაინაში ბოლო მონაცემებით გაცემულია ბრძანება რომ რუსულმა არმიამ უკრაინას ყველა მიმართულებით შეუტიოს ამის შესახებ ინფორმაციას ოკუპანტი ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს ოკუპანტის ტანკები დაიძრნენ მარიუპოლისკენ გავრცელებულ ვიდეო კადრებში რუსული სამხედრო კოლონა ათობით ჯავშან ტექნიკა ჩანს ყველაზე დაძაბული ვითარება არის ახლა ხარკოვში ხერსონსა და ჩერნიგოვში ხერსონის ოლქში ანტონოვკას დასახლებიდან მოსახლეობის ევაკუაცია იწყება. ინფორმაციას ხერსონის საკრებულოზე დაყრდნობით უკრაინული მედია ტელეგრამ არხები ავრცელებენ. ცოტა ხნის წინ კი რუსმა ოკუპანტებმა სასტრაფო დახმარების მანქანა ააფეთქეს. დაშავებულები არიან ექიმები. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ხარკოვის რაიონში მათ ჭურვი ავტობუსს ესროლეს, სადაც 14 ადამიანი დაიჭრა, ერთი კი დაიღუპა. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ საჰაერო ბრძოლებია ვასილიკოვშიც. გოსტომოს
ნაწილში კი ჩეჩენი ბოევიკები გამოჩნდნენ. უნდა ითქვას, რომ ოკუპანტები ყველანაირად ცდილობენ კიევთან ახლო მდებარე ქალაქები დაიკავონ, თუმცა მათი ეს მცდელობები უშედეგოა. დილით კი რუსმა ჯარისკაცებმა კიევის ერთ-ერთ რაიონში ოჯახის 3 წევრი ქუჩაში მოკლეს. ცნობილია, რომ დედა, მამა და შვილი კიევიდან გასვლას ცდილობდნენ, რა დროსაც ოკუპანტებმა მათ ავტომობილს ცეცხლი გაუხსნეს. რუსეთის საოკუპაციო ძალების მოქმედებების შედეგად კი ოფიციალური მონაცემებით დაიღუპა 198 ადამიანი, მათ შორის 3 ბავშვი. დაშავდა 1115. ოკუპანტების მხარესაც აქვს, რა თქმა უნდა, დანაკარგები, განადგურებულია 14 თვითმფრინავი და 8 ვერტმფრენი, ასევე 102 ტანკი და 536 ჯავშან მანქანა. დაღუპულია ან ტყვედ არის აყვანილი 3000-მდე რუსი ჯარისკაცი. ეს არის დილით გავრცელებული უკრაინის ოფიციალური უწყებების მიერ დილით გავრცელებული ინფორმაცია. შესაბამისად ამის შემდეგ კიდევ განხორციელდა თავდასხმები როგორც მშვიდობიან მოქალაქეებზე, ასევე დანაკარგები იქნებოდა ოკუპანტების მხარესაც. შესაბამისად ოფიციალური информация ალბათ რამდენიმე საათში გავრცელდებოდა. შესაბამისად უფრო დეტალურად გვეცოდინება საბოლოო მონაცემები. Не хотел я ехать на Украину. Сказали, что едем на двустороннее учение с 25-й бригадой, а потом в конце ночью 23 февраля сказали, что мы едем на Украину, пересекать границу. Ты сейчас где? Не хотел я этого. Ты сейчас где? Город Харьков. В плену. Так точно, в плену. Lietuvā კი ამ წუთიდან ოფიციალურად ხურავს ცას რუსული ავიახაზებისთვის. ოკუპანტი ქვეყნის თვითმფრინავები ვეღარ იფრენენ ესტონეთის, ლატვიის, პოლონეთის, ჩეხეთის, რუმინეთის, ბულგარეთის, მოლდოვას და ბრიტანეთის ცაზე. Yatsenyuk, including civilian and military, are banned from using Ukraine's airspace. და კონსენსუსი მიღწეულია SWIFT-დან რუსეთის გათიშვას ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყანა უჭერს მხარს. საერთაშორისო გადარიცხვების სისტემიდან ოკუპანტი ქვეყნის გაგდება ერთ-ერთი ყველაზე მძიმე სანქცია. სანქციის ძალაში შესვლისთანავე რუსეთის ეკონომიკა 5-10%-ით შემცირდება. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ავრცელებს განცხადებას, რომ ოფიციალური დოკუმენტი SWIFT-დან რუსეთის გათიშვის შესახებ ჯერ არ არსებობს, თუმცა ტექნიკურად მზადება უკვე დაწყებულია. პუტინმა გენშტაბის უფროსი გადააყენა. ინფორმაციას რუსული ტელეგრამ არხი რეალური პოლიტიკა ავრცელებს. ვალერი გერასიმოვის მოხსნის მიზეზად კი რუსი ჟურნალისტები უკრაინაში ჩავარდნილ სამხედრო სპეცოპერაციას ასახელებენ. ეს ინფორმაცია ჯერჯერობით ოფიციალურ კრემლს არ დაუდასტურებია. აქციის მონაწილეებმა დღეს თქვეს, რომ აღშფოთებულები არიან არა მხოლოდ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, არამედ მთავარი პროკურორის მოადგილის გიორგი ბადაშვილის განცხადებებითაც. ბადაშვილმა თქვა, რომ ის ამართლებს პრემიერ-მინისტრს და ციტატას წავიკითხავ, პრემიერმა თქვა სიმართლე, რომ ყველა ვინც ახლა პროტესტს გამოთქვამთ, ქვეყნიდან გასაქცევი არ გახდეთ, ისე როგორც უკრაინის მოსახლეობის 90% გაიქცა ლვოვის გავლით პოლონეთში. ეს დაწერა გიორგი ბადაშვილმა, რომელიც არის გენერალური პროკურორის მოადგილე. აქციის მონაწილეები მას სიმხდალეში ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ მხდალი საჯარო მოხელეები ყავს. ახლა კი ჩვენ ვუბრუნდებით კვლავ რუსთაველის გამზირს, სადაც მიმდინარეობს სოლიდარობის აქცია, როგორც ვიცი, სიტყვით გამოდიან აქციის ორგანიზატორები. ახლა ჩვენ ვუსმენთ ხორუმის მუსიკას, წეღან თქვა გიგა მაქარაშვილმა, რომ ქართველი ჯარისკაცები, რომლებიც ახლა უკრაინაში იბრძვიან, უყურებენ ქართულ ტელეარხებს და სწორედ მათ სთხოვეს, რომ ხორუმის მუსიკა დაეკრათ და შესაბამისად მათ აუსრულეს აქციის ორგანიზატორებმა ეს თხოვნა იმ მებრძოლებს, რომლებიც ახლა ფრონტის წინა ხაზზე არიან უკრაინაში. მუსიკის დასრულების შემდეგ სავარაუდოდ უკვე კვლავ მიმართავენ აქციის ორგანიზატორები იქ შეკრებილ ადამიანებს სიტყვით. ჩვენ გვესმოდა, რომ კითხულობდნენ ახალ ამბებს, რაც ეხება უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს და ასევე ევროპის მხრიდან დაწესებულ სანქციებს რუსეთის მიმართ.
იქნება. უკვე მესამე დღე რაც არა მხოლოდ დედაქალაქში, არამედ მთელი ქვეყნის მასშტაბით იმართება უკრაინის მხარდამჭერი აქციები და ნამდვილად სამი დღე ძალიან ბევრი ხალხი არის ქვეყნის მთავარ გამზირზე. ბიჭებს ეკუთვნოდათ ლეგიონის, ქართული ლეგიონის ბიჭებს. კიდევ ერთხელ მადლობა მათ და აპლოდისმენტები რომ მთელი ქვეყნის სახელით იბრძვიან უკრაინაში. ეხლა ერთი უცნაური ამბავი უნდა გითხრათ, მეც თვითონაც არ ვჯერა რომ ამას ყვები, მაგრამ ესეა. დღეს ევროპელებმა, მათ შორის შარლ მიშელმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა ალბათ ბევრი ფიქრის მერე მიხდნენ რომ ღარიბაშვილთან არ ქონდა არავითარ ლაპარაკს აზრი და სალომე ზურაბიშვილი დაპატიჟეს პარიზში და ბრიუსელში. სალომე ზურაბიშვილთან ლაპარაკს აზრი აქვს იფიქრეს და სალომე წაიყვანეს თქვენ გაგიკვირდებათ და გუშინდელი აქციის ფოტო სალომე ზურაბიშვილმა თვითონ ტვიტერზეც წაიღო და თავს იწონებდა იმით რომ საქართველოს ხალხი დგას უკრაინელი ხალხის გვერდით. ეს დასაფასებელია ნამდვილად. მაგრამ ამბავი ხალხო ის არის რომ სულ აი ამ წამიდელი ინფორმაციით სალომე ზურაბიშვილს საქართველოს მთავრობამ უარი უთხრა საფრანგეთში გაფრენაზე. არ ვიცი, მე სალომეს ძახილს აქ ვერ დავიწყებ, მაგრამ აი ესე და აი ესეთი უკმაყოფილება, აი ხელისუფლებას, რომელიც დაძახებულზეც აღარ მოდის, დაძახებულზეც აღარ მიდიან უკვე და ვისაც არ ენდობიან, იმასაც აღარ უშვებენ. არ ვიცი, რა შეიძლება ვიფიქროთ, გარდა იმისა, რომ მთელი ძალები თქვენთან შედიან რუსეთისკენ, იმიტომ რომ თავიდან ბოლომდე არიან მონები რუსეთის. ჩაწყნარდეს და ხელი არ შეუშვა. აუცილებლად წავლეთ, აუცილებლად. ბავშვის ამბავი რომ საბოლოოდ დავრწმუნდეთ რომ კარგად არის მშობლები კაშუეთის კიბესთან მიბრძანდით, ბავშვი და რამდენიმე გამომყოლი ადამიანი მზრუნველი გელოდებათ კაშუეთის კიბეებთან. შეხვედრის ადგილი. რამდენიმე კარგი ამბავი კიდე მოვიდა ხალხო, აბა ცოტა გული გავიხაროთ. მოკლედ ბელორუსისკენ წავიდა ეხლა წნეხი, იმიტომ რომ ვიცით საზღვარი გაუხსნა რუსეთს და ჩრდილოეთის მხრიდან კიევის მიმართულებით ზუსტად ბელორუსიიდან წამოვიდნენ, მოკლია იქიდან მანძილი. ალბათ ყველანი ნახევრად ექსპერტები გავხდით, ისე შევისწავლეთ ეს უკრაინის უზარმაზარი ტერიტორია. მოკლედ, ჯოზეფ ბორელი ესაუბრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს. გასვალეს აზრები რუსეთის მხრიდან გიჟურ თავდასხმაზე. ევროკავშირი გვერდით უდგას უკრაინას და ჩვენს აღმოსავლელ პარტნიორებს. მორიგი ომის დანაშაული რუსეთის მხრიდან. ქალაქ ხერსონთან ახლოს რუსებმა სასტრაფო დახმარების ბრიგადას ესროლეს. აი ესეთი ხორები არიან. ომი, როგორი ძიმე ომიც არ უნდა იყოს, არის რამდენიმე დაუწერელი წესი, რომელიც ომში მოქმედებს. ომის წესები ქვია ხალხო. სასტრაფო დახმარების მანქანას არ ესვრიან არცად. თალიბანი რო თალიბანია, ის არ ესვრის სასტრაფო დახმარების მანქანას, მაგრამ თქვენ ხართ რუსებო ყველაზე ბნელი ძალა ამ დედამიწაზე არსებულთა შორის, რომელიც დანგრევასაც თითოეული ჩვენთაგანი უყურებთ. ყოველ დღე 100 მილიარდ დოლარს კარგავს რუსეთი. ყოველ დღე ათეულობით მილიარდით ღარიბდება ყველა რუსი ოლიგარქი. ყოველ დღე უფასურდება იქაური აქციები, უფასურდება ეროვნული ვალუტა. სრულ ეკონომიკურ ბლოკადაშია რუსეთი მოქცეული. რაც არ უნდა მოხდეს უკრაინაში, რაც არ უნდა მოხდეს, როგორც არ უნდა დასრულდეს და ჩვენ გვჯერა რომ უკრაინელები ერთ გოჭმიწას არ დათმობენ. რუსეთი აუცილებლად დაეცემა და გაგვეშვება და დაუბრუნდებით აფხაზეთშიც, სამაჯაბლოშიც.
ვერ იყავეს და თავიდან წაიყვანეს ბავშვი. ვერ იყავეს და რა გავა. თავიდან უკაცრავად ბავშვი ვისაც ყავს თუ შეიძლება 599-45-40-45 დაურეკეთ მის მშობლებს ვერ იპოვეს 599-45-40-45 გთხოვთ რომ დაურეკოთ ეხლავე მის მშობლებს პირიქით 599-40-45-40 ავედი მე თავისუფლებას იპოვეს ეს ამბავს კარგად დამთავრდა რაც გავდა იპოვეს შორბანა ძალიან კარგი და სამწუხაროა ბევრიალა დაუსახო ეგრეა როცა ერთი გულის ერთი ჯიგრის კარგი ადამიანები იგრიბებიან რაღაც ამბები კიდე მოვიდა და უნდა გითხრათ ყველის გულის გასახარებლად ესე იგი პოროშენკო წინა პრეზიდენტი გახსოვთ ხო ძალიან დაიძაბათ ბოლო სიტუაცია ვეღარ უგებდნენ გადაირჩიეს მოიყვანეს ზელენსკი და აი ხა მოდის ინფორმაცია ექს-პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ტერიტორიული თავდაცვის ბატალიონს 30 ტყვიათუხები და ბრონირებული მანქანა ტრიტონი გადასცა ახლა ძალიან სჭირდებოდა ეს ტექნიკა უკრაინას ძალიან სჭირდებოდა კიდევ ერთი ძიმე ამბავი რომ ოკუპანტებმა სამოქალაქო გზავრებით სავსე ავტობუსს გაუხსნეს სამწუხაროდ ცეცხლი და მინიმუმ ერთი ადამიანია გარდაცვლილი რამდენიმე დაჭრილი ასე გვეუბნებიან კიდევ ერთი ოღონდ კარგი ამბავი ამ წუთში ბელგიის სამეფოში მიიღეს გადაწყვეტილება უკრაინაში აგზავნიან 2000 პული მიოც და სამი ნაწარმოები შეიცავს თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან მოწყობილობის მოხმარებას. მოწება ზიანს აყენებს მუცლად მყოფ ბავშვს. მოწება ბელგიას გარიბაშვილი სადაც? გარიბაშვილი ალბათ იმაშება ახლა თავის საათს უყურებს, რომელიც იმაზე უფრო ძვირი ხის, ვიდრე მთელი დახმარება, რომელსაც ხელი მოაწერა რომ გაგვეგზავნა უკრაინელებისთვის. სირცხვილი ირაკლი გარიბაშვილო. აი აქ რამდენი ადამიანი ვართ, ხო ხედავ? აი არც ერთი ადამიანი არ არის, ვისაც არ სხენია რომ ეგეთი პრემიერი ხარ. აი ესეთი სამარცხინო როგორ ახარ? რომ ასეთ მძიმე დროს შენს მოსისხლე მტერთან შენს ძმას რო ომი აქვს. ჯიბიდან ხო არ აღთხოვ, შენ დალოცვილო რომ ფული ამოიღეო. ჩვენი გადასახადებით შეგროვებული ფული. აიღეთ და მიეცით რომ სამარცხინოები არ გამოვხდეთ ხალხო. რა უნდა გავაკეთოთ? ულტიმატუმები წაგიყენოთ. აუცილებელია რომ ვიჩხუბოთ, ვისროლოთ ქვები თუ რა გინდათ. სირცხვილია! 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 კარგია. აი ესე რა უბრალოდ უნდა იცოდნენ ამ ხალხმა რომ არა ვარ ჩვენ ცხრები და გვაქვს სამოყვარეობა, გვაქვს რაღაცა პატივის შეგრძნება გვაქვს, რაღაცა ღირსების შეგრძნება გვაქვს, რომელსაც უბრალოდ მათგან განსხვავებით არასოდეს არ გადაუხდით. უკრაინული კომპოზიციები მქონდა რაღაცები და ალბათ ოღონდ სიფრთხილით შემთხვევით რუსული არ ჩაგვერთოს ხალხო, თავი არ მოგვეჭრას, იმიტომ რომ რუსული არხები ეხლა აქაც იმყოფებიან. ბუნებრივი არავით არის ზედმეტი სიტყვა არ უნდა უთხრათ მათ. არაფერი მსგავსი, იმიტომ რომ ჩვენ ამ ქუჩაზე, ამ ადგილას, ამ მოედანზე ნახეთ როგორ ცუდად იქცეოდა ერთი ბნელი ძალა, რომელიც ჟურნალისტებს ურტყავდა და როგორ დასრულდა ეს ყველაფერი ვიცით.
არც ერთ შემთხვევაში ზედმეტიც არ უთხრა არაფერი ამ რუს ჟურნალისტებს, რომლებიც ნაწილიც ახლა ცდილობს იმ რაკურსით გადაიღოს, რომ უკრაინის დროშა არ გამოჩნდეს და მერე რუსეთში გააშუქოს ეს აქცია, თითქოს გვიხარია, რომ აქციებს არ შეუერთდით. არ გამოვა ეგ ამბავი, ხალხო. გვაქვს საფულე, ეხლა მომაწოდეს, საფულე დაკარგა ვიღაცა, მამა ხელი ჯიპეზე მოიკიდეთ და არ ისაკნეთ, არ შეგეშინდეთ, რომ დაკარგულია, ხა? ხელი ისე ლორანია და პირადობა ვინმე შეამოწმეთ და მითხარით. მოკლედ საფულეზე ვინმეს დაგჭირდათ, აი იმ კუთხეში, სადაც კამერები არიან, იქ დაგხვდებათ. გიგა. არ დაგინახეთ. მოდიან ეს ხალხი ვერ ვაჩერდ. მოვიდი, მოკლედ. ახლა კი ჩვენ გადავდივართ თელავში, სადაც პოლიციამ ზაზა ბიბილაშვილი და ზურაბ ხომერიკი დააკავა. ისინი გირჩი მეტი თავისუფლების წევრებთან ერთად თელავში უკრაინის მხარდამჭერ აქციას მართავდნენ. თქვენ ახლა ვიდეო კადრებს ხედავთ პირდაპირ ეთერში ზაზა ბიბილაშვილის დააკავებისა. ჩვენი გადამღები ჯგუფი არის, რა თქმა უნდა, თელავში და ცდილობენ, რომ გაარკვიონ პოლიტიკოსების დააკავების შესახებ ინფორმაცია, როგორც არის ცნობილი, ისინი თელავის პოლიციაში ყავთ გადაყვანილი, თუმცა დააკავების მიზეზი ამ დრომდე უცნობია, როგორც გითხარით, გირჩი მეტი თავისუფლების წევრებთან ერთად ისინი უკრაინის მხარდამჭერ აქციას მართავდნენ თელავის ცენტრში. აგვიხსენით, რატო აკავებ ადამიანს? რაში გამოიხატა? მითხარი, რა 66-ე შედალოც რატო აკავებთ ადამიანს, კაცო? რატო აკავებთ?
რატო აკავებთ ადამიანს? რატო აკავებთ ადამიანს? რატო აკავებთ ადამიანს? რატო აკავებთ? რატო? გაგვეცით მაშინ პასუხი. გაგვეცით პასუხი, კაცო, რატო აკავებთ ასე ადამიანს? შეიძლება კაცო? ანუსარგოთ, ბატონო, რატო აკავებთ? ეს გაგიწევთ რატომ მიწევთ? რატომ მიწევთ? იქ სარგო და იმით. არ გიწყდება. ხო, აქ ცხენია. არ შეიძლება ხალხო, რასაკეთებ? რისიგულისტვის. არ გიშვი ხეს აგეთ დავარ კაცო. გაცნო დაკეთე. ახო ახლა განმარტება დავიგი მაგრამ და საქართველოში გამართული გუშინდელი აქციის შემდეგ ეს აქცია შეაფასა ვოლოდიმერ ზელენსკიმ და ასევე უკრაინელმა დეპუტატებმა მათ თქვეს რომ ძალიან მნიშვნელოვანია როდესაც ქართველი ხალხი მთავრობაზე უკეთესია და ისინი გამოხატავენ მხარდაჭერას უკრაინის მიმართ და არ გამოხატა საქართველოს ხელისუფლება მათ პოზიციას არ გამოხატავს ამის შესახებ ისაუბრა ვოლოდიმერ ზელენსკიმ. Мне кажется, что мою позицию уже знает вся Грузия. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით ჩემი პოზიცია ყველა მოისმინა. ეს იყო უკრაინისა და საქართველოს ღალატი. ქართველების იმიტომ რომ ღმერთმა არქნას, მაგრამ თუ პუტინი უკრაინაში გაიმარჯვებს, ის საქართველოს მიუბრუნდება, მის დასჯას და სახელმწიფოს განადგურებას დაიწყებს. ზუსტად ისე როგორც დღეს ამას უკრაინაში აკეთებს. ქართველების ინტერესებში უკრაინის გამარჯვება და დახმარების აღმოჩენა უნდა შედიოდეს. ამასთან ქართველების უმრავლესობა უკრაინას მხარს უჭერს და უყვარს. ჩვენ 2008 წლის მძიმე მომენტის დროს საქართველოს გვერდზე ვიდექით. საქართველოს მთავრობა უნდა ჩამოყალიბდეს, რომელ მხარეს დადგეს. მას ურჩევნია დემოკრატიული მსოფლიო თუ პუტინისა და ლუკაშენკოს დიქტატურის გვერდზე ყოფნა. ამასთან მინდა ქართველებს უთხრა, რომ ახლა ცხინვალსა და აფხაზეთში გასეირნებისთვის ყველაზე კარგი დროა. იქ ნაკლებად იქნებიან ადამიანები, ვინც ამაში ხელს შეგიშლით. ახლა კიევში ვარ და აქ ვიქნები. მტერს აქ შევხვდები, მზად ვარ. ეს არის ჩემი ყვავილი, რომლითაც მტერს უნდა დავხვდე. ძალიან მესიამუნა, როდესაც გავიგე სიახლეები მეგობარი საქართველოდან. მინდა განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა კეთილ და მშვენიერ ქართველ ერს, რომელიც გამოვიდა თავისი ქვეყნის ქუჩებში და განსაკუთრებული მხარდაჭერა გამოუცხადა უკრაინას. თქვენ ნამდვილი მეგობრები ხართ. მადლობა. ჩვენი მთავარი მიზანი ომის დასრულებაა. ამერიკის შეერთებული შტატები პირადად ვლადიმერ პუტინს და სერგეი ლავროვს ფინანსურ აქტივებს უყინავს. ნატოს საგანგებოს ხდომის შემდეგ სატელეფონო საუბარი შედგა ჯო ბაიდენსა და ვოლოდიმერ ზელენსკის შორის 40 წუთიანი საუბრის დასრულების შემდეგ თეთრი სახლის პრეს-სპიკერმა განაცხადა, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ უკვე მიმართა კონგრესს, რომ უკრაინისთვის 6 მილიარდზე მეტი ფინანსური დახმარება გამოყვანა. პრეზიდენტი ბაიდენი ტელეფონით ესაუბრა ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დე ლაიენს და ამერიკის შეერთებული შტატების შეუერთდა სანქციებს, რომლებიც დაუწესდათ ვლადიმერ პუტინსა და მისი კაბინეტის წევრებს, უშიშროების საბჭოს წარმომადგენლებს. ჩვენ კონტაქტზე ვართ პრეზიდენტ ზელენსკისთან და ყველა საჭირო დახმარებას ვუწევთ. ჩვენ დიდი ხნის წინ ვამბობდით, რომ რუსეთის ხელმძღვანელობის მიზანი უკრაინის ხელისუფლების დამხობაა და რაც ახლა ხდება, სწორედ ამას ადასტურებს. ჩვენ არ ვიტყვით უარს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერაზე. ეს სახიფათო მომენტია ევროპისთვის და მართლაც ყველა თავისუფლების მოყვარე ადამიანისთვის. პუტინის თავდასხმა უკრაინაზე არის თავდასხმა პრინციპებზე, რომლებიც ემყარება გლობალურ მშვიდობას. ნახეთ უკრაინელი ჯარისკაცების წარმოუდგენელი სიმამაცე და თავდაცვა. მათ მიერ რუსული თვითმფრინავების ჩამოგდება, ტანკების აფეთქება და მრავალი პოზიციის დაკავება. ძალადობრივი თავდასხმის დროს კრემლი აგრძელებს ინფორმაციის გამოყენებას, მათ შორის ცრუ ცნობების ჩათვლით, რომლებიც ამტკიცებენ უკრაინული ჯარების ფართოდ დანებებას. მოსკოვი მიმართავს აშკარა სიცრუეს, რათა შეასუსტოს უკრაინის სამხედრო ძალები და უკრაინელი ხალხი. ასევე ველოდებით ინფორმაციას იმის შესახებ, რომ რუსეთის ფედერაცია უკრაინელი ჯარისკაცების ოჯახის წევრების მოყვლით იბუქრება, თუ ისინი არ ჩაბარდებიან. ეს ტაქტიკა კლასიკური დაშინებაა. ისინი კრემლის სინონიმია, ისინი მიუღებელია. ასეთი იყო ახალი ამბები ამ დროისთვის. რუსთაველზე აქცია გრძელდება. მთავარი ეთერში რამდენიმე წუთში 9 საათზე თამარ ბაღაშვილთან ერთად დაბრუნდება, რომელიც რუსთაველის გამზირზე იმყოფება და იქიდან წაიყვანს მთავარს 9-ზე.